ეხლა უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ამაზე საუბარი, დაიწყო მოლაპარაკებების ახალი ფაზა აშშ-სა და ირანს შორის და დონალდ ტრამპი უკვე მიანიშნებს ომის დასრულებასა და ჰორმუზის სრუტის გახსნაზე. დღეს გახდა ცნობილი, რომ პაკისტანელი ფელდმარშალი ასიმ მუნირი, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მთავარ შუამავლად იქცა, თეირანში ჩავიდა, რათა ვაშინგტონის გზავნილი გადაცეს ახალი პირისპირ შეხვედრის წინ, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება. ტრამპმა კი განაცხადა, რომ ომი უკვე დასრულებულია და დარჩენილია მხოლოდ ყველა შეთანხმების ფორმალიზება ახალ ხელშეკრულებაში ირანთან, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა იყოს მზად. ამასთან ამერიკელმა ჩინოვნიკებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ მხარეები უკვე ახლოს არიან ომის დასრულების ჩარჩო შეთანხმებასთან. მაგრამ როგორც არ უნდა ჟლებდეს ეს, ხოლო ისრაელის დაზვერვის ხელმძღვანელმა დავიდ ბარნეამ განაცხადა, რომ ისრაელმა პირიქით კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა მიმართა ირანის რეჟიმის დასამხობად. აშშ-სა და თეირანის პარალელური მცდელობების მიუხედავად, რომ შეთანხმდნენ მშვიდობაზე. ჩემი სახელია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ ამ გამოშვებას დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოშვების YouTube-ზე პოპულარიზაციისთვის. და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი, ბული აღწერაშია ამ ვიდეოს ქვეშ. ასე რომ ეს არის შეტყობინება, რომელმაც ბევრი შოკში ჩააგდო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ. ამის შესახებ განაცხადა Fox News-ის ჟურნალისტმა მარია ბარტირომამ, რომელმაც ტრამპს ინტერვიუ ჩამოართვა თეთრ სახლში წინა დღეს. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანში ომი დასრულდა თუ არა, ამ კითხვაზე პასუხად აღნიშნა, რომ ომი მართლაც უკვე დასრულებულია. ანკ ბარტირომას ციტატას მოვიყვან. მე ეხლახან ვესაუბრე პრეზიდენტს. მან ბევრი ილაპარაკა ეკონომიკაზე, ირანთან ომზე, ნატოზე, მის ერთ ფრაზას ცალკე გამოყოფ. მე ვუთხარ იმას. თქვენ სულ ასე ლაპარაკობთ ამ ომზე, თითქოს ის უკვე წარსულშია. უკვე დასრულდა? მან მიპასუხა. ის დასრულდა. თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ჟურნალისტის კარგი ხრიკი იყო, რათა მიეპყრო ყურადღება ამ ინტერვიუსთვის, რომელიც მთლიან რა თქმა უნდა მოგვიანებით გამოვიდა. და თავად ინტერვიუში ტრამპმა მაინც არ თქვა, რომ ოპერაცია ირანში უკვე დასრულდა. და მან თქვა შემდეგი ციტატა. მე ვფიქრობ, რომ ომი უკვე დასასრულს უახლოვდება. ჩემი აზრით ძალიან ახლოსაა დასასრულთან. თუ მე უბრალოდ ეხლა ყველაფერს შევწყვეტდი, მათ 20 წელი დასჭირდებოდათ ამ ქვეყნის აღსადგენად. და ჩვენ ჯერ არ დაგვიმთავრებია, ვნახოთ რა იქნება. მიუხედავად ამისა, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები ახალ ფაზაში გადადის და ამ წუთებში პაკისტანის ოფიციალური პირები მხარეებს გადასცემენ სურვილებსა და პირობებს. ორივე მხარეს შეთანხმების ხელმოსაწერად. აქ პაკისტანელები შეგახსენებთ შუამავლების როლში არიან. პაკისტანის ფელდმარშალი ასიმ მუნირი სხვათა შორის როგორც დონალდ ტრამპის, ასევე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის რჩეული, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მთავარ შუამავლად იქცა, დღეს თეირანში მაღალი რანგის დელეგაციის ხელმძღვანელად ჩავიდა. აქ საჭიროა აუხსნათ ამ ვიზიტის მნიშვნელობა. საქმე იმაშია, რომ ირანის რეჟიმი იმდენად შეშინებულია, რომ მესენჯერებს არ იყენებს. ამიტომ მუნირის დელეგაციამ ვაშინგტონი და შეტყობინება პირადად ჩაიტანა თეირანში. დელეგაცია შეხვდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას რაქჩის და განიხილა საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მოლაპარაკებების მეორე რაუნდთან, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს. ეს შეხვედრა მიმდინარეობს უფრო ფართო დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარებას. მას შემდეგ, რაც შაბათ-კვირას ორ ქვეყანას შორის გამართული მაღალი დონის შეხვედრები არ დასრულდა რაიმე შეთანხმებით, დაიგუშინ დონალდ ტრამპმა მიანიშნა იმ შესაძლებლობაზე, რომ შესაძლოა რაღაცა მოხდეს მომდენო 2 დღეში ისლამაბადში, სადაც გასულ კვირას მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. აქ აღნიშნავ, რომ ასე მან ურჩია New York Post-ის ჟურნალისტს, გაზეთის, რომელსაც ის მუდმივად კითხულობს, მაინც დარჩენილიყო ისლამაბადში. ამბობს, არც ახვიდეთ იქიდან, არ დაბრუნდეთ აშშ-ში, რადგან უახლოეს 2 დღეში იქ რაღაც მოხდება. ამასთან ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმაც დღეს დაადასტურა, რომ ირანი აგრძელებს შეტყობინებების გაცვლას აშშ-სთან პაკისტანის მეშვეობით. ამ ფონზე გამოცემა Axios იუცხება, რომ ამერიკელმა და ირანელმა მოლაპარაკებლებმა პროგრესი მიაღწიეს მოლაპარაკებებში და მიუახლოვდნენ ჩარჩო შეთანხმებას ომის შეწყვეტის შესახებ. და ეს მნიშვნელოვანია, რადგან 21 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის ვადა იწურება და ტრამპის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ სურთ მისი გაგრძელება. გარდა ამისა, ამერიკელმა ჩინოვნიკმა გამოცემა Axios განუცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მოლაპარაკებების გუნდში შედიან ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი, თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ ვიტკოვი და უფროსი მრჩეველი ჯარედ კუშნერი.
სამშაბათსა და ოთხშაბათს ისინი აგრძელებდნენ სატელეფონო კონტაქტს და წინადადებების პროექტების გაცვლას ირანელებთან პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით. პაკისტანში მიანიშნეს, რომ აშშ-სა და ირანს შორის ახალი რაუნდის პირდაპირ პირისპირ მოლაპარაკებები დიდი ალბათობით უახლოეს სანდრეში გაიმართება. ჯეიდი ვენსი, რომელმაც გასულ კვირას პაკისტანში საწყის მოლაპარაკებებს უხელმძღვანელა, განაცხადა ციტატა: "მე ვფიქრობ, რომ ადამიანები ვისთანაც ახლა ურთიერთობთ, შეთანხმების მიღწევას ისურვებდნენ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, როგორც საქმეები მიდის. მაგრამ აქ უნდა გავაკეთო ერთი შენიშვნა. ჩარჩო შეთანხმება, რომისკენაც ახლა მიდიან, ეს ჯერ კიდევ ომის დასასრული არ არის. თუ მიღწეული იქნება სწორედ ჩარჩო შეთანხმება, ცეცხლის შეწყვეტა მოგვიანებით იქნება საჭირო. ცეცხლის შეწყვეტა გაახანგრძლიონ, რათა გაგრძელდეს მოლაპარაკებები ყოვლისმომცველი შეთანხმების დეტალებზე. ანუ ეხლა მიმდინარეობს მუშაობა წინასწარ შეთანხმებაზე, რომელიც მოიცავს მომავალი გარიგების ზოგად მახასიათებლებს. ყოველთვის ჩარჩო შეთანხმებას უწოდებენ, იცით, სურათ ზოგადი მონახაზებით, ხოლო დეტალები შემდეგ იწერება. ნათელია, რომ ამ ეტაპზე არანაირი გარანტია არ არსებობს. მაგალითად, ტრამპის საზღვაო ბლოკადა, რომელმაც ირანის ნავთობის ექსპორტი შეაჩერა და ქვეყანაში გაღრმავებული ეკონომიკური კრიზისი აძვიერებს ზეწოლას თეირანზე, რათა შეთანხმებას მიაღწია. ამავე დროს აშშ-ში დამატებით ძალებს აგზავნის ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში დაახლოებით 6000 სამხედრო გადაჰყავთ. ავიამზიდ USS ჯორჯ ბუშისა და მის თანმხლებ გემებზე. ასევე ამფიბიური ჯგუფის ბოქსერის დაახლოებით 4000 სამხედრო, მათ შორის აშშ-ს საზღვაო ქვეითთა 11 ექსპედიციური დანაყოფი. ეს ყველა მათგანი უახლოეს მომავალში უნდა ჩავიდეს რეგიონში. მეორე მხრივ, ირანი უკვე ემუქრება წითელი ზღვის, კერძოდ ბაბ-ელ-მანდების სრუტის გადაკეტვას, თუ აშშ არმუზის სრუტის ბლოკადას გააგრძელებს. ამიტომ ორივე მხარე დაინტერესებულია, რომ მაინც ჩარჩო შეთანხმება მიღწეული იყოს. ცხადია, რომ თუ ირანი ვერ შეძლებს ნავთობის ექსპორტს არმუზის სრუტით და მას ამოეწურება მიწისზედა საცავების მარაგი, მოუწევს ნავთობის მოპოვების შეწყვეტა. რაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს საბურგი-ჭაბურგილების ექსპლუატაციიდან გამოყვანა და უკვე გრძელვადიანი ეკონომიკური ზიანი მიაყენოს. ირანი უბრალოდ დაიხჭობა ფულის გარეშე. მეორე მხრივ, თუ ირანი გადაკეტავს ბაბ-ელ-მანდების სრუტას წითელ ზღვაში, ეს უკვე დარტყმას მიაყენებს საუდის არაბეთს, რომელმაც სულ ახლახან დაიბრუნა ომამდელი ნავთობის ექსპორტის მოცულობები სწორედ არმუზის სრუტის გვერდის ავლით, არაბეთის ნახევარკუნძულის მეორე მხრიდან. მაგრამ მოულოდნელად ყველას გააოცა ისრაელის დაზვერვის ხელმძღვანელმა დევიდ ბორნემ, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ მოსადი კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მიმართავს ირანის რეჟიმის დასამხობად. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და თეირანს პარალელურად მშვიდობაზე შეთანხმების მცდელობები აქვთ, მან განაცხადა, რომ ისრაელი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და ელოდება ირანში ხელისუფლების სრულ ცვლილებას. შემდეგ მოხავს მისი ციტატა: "ჩვენი მისია ჯერ დასრულებული არ არის. ჩვენი ვალდებულება შესრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ეს ექსტრემისტული რეჟიმი შეიცვლება. ეს რეჟიმი, რომელიც ჩვენი განადგურებისკენ ისწრაფვის, უნდა გაქრეს მსოფლიოდან." აქცენტს დაუსვა, მაგრამ მეგობრებო, მინდა გირჩიოთ ერთი YouTube გადაცემა, რომელიც მე ურჩევდი დონალდ ტრამპს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ქვია, ის უნდა შეწყვიტოს ნორმალურად თავის მოჩვენება. ეს არის გადაცემა ბმული ჩემი საყვარელი ფსიქოლოგისგან. უკვე დიდი ხანია გირჩევთ ამ YouTube არხს, ბმული აღწერაში იქნება, გადადით, ნახეთ, იქ შესანიშნავად არის განხილული, როგორ ვართ ჩვენ ყველა. ყოველთვის ვცდილობთ როგორმე მოვერგოთ გარშემომყოფებს. ვცდილობთ დავფაროთ ჩვენი ხასიათის ზოგიერთი თვისება და არა მხოლოდ ეს. და ამით ჩვენ თვითონ, იცით, ცოტათი ვახჩობთ საკუთარ თავს. ამიტომ გირჩევთ, ნახოთ ეს გადაცემა, ბმულს დავტოვებ აღწერაში და მიმაგრებულ კომენტარში ამ გადაცემის ქვეშ და მეგობრებო, აუცილებლად გადადით, ნახეთ და გამოიწერეთ. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობი.